სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ღმერთმა დალოცვილები და გახარებულები გამყოფოთ და წყალობა და მადლი მოგცეთ მოგაკლოთ ღმერთმა გულში სიხარული და აგრეთვე შეგრძნება იმისა რომ განსაცდელი ყოველთვის გაივლის არ არსებობს ისეთი მდგომარეობა რომ განსაცდელმა არ გაიაროს განსაცდელის გარეშე ჩვენი ცხოვრება წარმოუდგენელია და განსაცდელს უნდა შევხედოთ როგორც რაღაც გადასალახავ ბარიერს რომელიც უნდა გადავლახოთ იმისათვის რომ გავიზარდოთ უფრო მეტი გამოცდილება შევიძინოთ მეტი სიბრძნე ვისწავლოთ სიყვარული თავმდაბლობა მოწყალება რომელიც აუცილებელია ადამიანის ცხოვრებისათვის და უნდა ვისწავლოთ აგრეთვე მოთმინება რომელიც მოთმინებაც აუცილებელია განსაცდელის გადატანისას ჩვენ სულ ყველა თუ ვართ ცუდად და რაღაცა გვჭირს და ჩვენ ან ზოგი საკუთარ თავში იკეტება, ზოგი საკუთარ თავს ერჩის, ზოგი გარშემო მყოფს ერჩის, ზოგს ქვეყანას ერჩის, ზოგს საერთოდ ღმერთს ერჩის, რომ რაღაცას ისე არ უკეთებს, ან საერთოდ იმას ფიქრობს, რომ რატო უნდა დაავადებულიყავი ამ ქვეყანაზეო და ამდენი განსაცდელი აქვს ადამიანს, მაგრამ აუცილებელია მოთმინების მდგომარეობა, მადლისმიერად მოთმინების მდგომარეობა. რაც ნიშნავს ღმერთზე მინდობას. ღმერთზე მინდობას ნიშნავს რწმენას და რწმენა თავისთავად უკვე ნიშნავს იმას რომ შენ წარემატები ღმერთში და ღმერთი განახვევს თუ როგორი უნდა გახდე. აგრეთვე განახვევს შენ სულში ღრმად მყოფ სიბნელეს რომელიც სიბნელეც ქრისტეს მიერ უნდა განათდეს, რადგანაც ქრისტე ნათელია და განახვევს იმ კარს, რომლის კარითაც უნდა შეხვიდე ცათასასუფეველში. და ეს კარი ჩვენი უფალი იესო ქრისტეა, რადგანაც ამბობს უფალი მე ვარ კარი, საიდანაც ადამიანი შედის ნეტარებაში. ეს კარი, რომელ კარზეც უფალი საუბრობს, არის სწორედაც მდგომარეობა ანუ ის საზღვარი, რომელიც საზღვარსაც ადამიანი ამ ქვეყნიდან იქიდან გადალახავს. დღეს წაკითხულ სახარებაში ჩვენ ვხედავთ, რომ უფალი იწყებს სახარებას ასეთი სიტყვებით, რომ იყვარებოდეთ ურთიერთად, რომ გიყვარდეთ თქვენ ერთმანეთი და შემდეგ შინაარსი ამ სახარებისა არის ის, რომ განსაცდელი გექნებათ ძალიან დიდიო, ამბობს უფალი. იმიტომ რომ პირველად მე მომიძულა წუთისოფელმაო და მოწაფეო მასწავლებელზე დიდი არ არისო და ამიტომ თუ მასწავლებელი განდევნესო მოწაფეს თავისთავად განდევნისო თუ ჩემს სიტყვებს დაიჯერებენო თქვენ სიტყვებსაც დაიჯერებენო ამიტომ ადამიანი რომელიც მას გადაიტანა განსაცდელი შეიძინა მადლი მოთმინებით და ღვთის სიყვარულით და მეორე ადამიანს უზიარებს თუ მეორე ადამიანისადმი შეწყდარებული იქნება აი ეს სწორედაც ადამიანის გამოცდილებით მიღებული და ღვთის მოწყალებით მიღებული მადლი, რა თქმა უნდა, ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ ღმერთის შეისმინა ადამიანმა, ღმერთის სიტყვა მიიღო. წუთისოფელი როგორი არის? წუთისოფელს სხვა წესი აქვს, სულიერ სხვა წესი აქვს. აქედან გამომდინარე, ჩვენი ცხოვრება სწორედაც შედგება აი ამ ჭიდილისაგან, ამ ქვეყნიური წესისა და სულიერი წესის ჭიდილისაგან, რომელსაც ჩვენ უწოდებთ განსაცდელს ხოლმე. ამიტომ რომ ეჯახება ერთმანეთს ის წესები და კანონები, რომელსაც ადგენს უფალი, ცნებას, ნეტარებას და ამ ქვეყნიური კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება ღვთის კანონს, იშვიათად რომ თანხვედრაში მოვიდეს. და პირველ რიგში ადამიანში უნდა მოვიდეს თანხვედრაში ეს, ისე რომ არც ამ ქვეყნიური კანონი არ იყოს დარღვეული, რომელიც ღმერთს ეწინააღმდეგება და არც სულიერი კანონი, რადგანაც ადამიანი ორივე ასე უნდა განვითარდეს. ამიტომ ღმერთი თუ მიგვითითებს ჩვენ სიყვარულზე, ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანმა ყოველივე უნდა გაიაროს, ყოველი სათნოება უნდა შეისწავლოს, ყოველი სათნოება უნდა შეიძინოს მადლისმიერად. და ეს მადლისმიერად შეძენას სჭირდება ღვაწლი. ღვაწლი არის მუდმივი შრომა იმისათვის, რომ ადამიანი დაუკვირდეს თავის თავს, შეიცნოს საკუთარი თავი
და აი ასეთი შეცნობილი მდგომარეობით წარუდგინოს უფალს და უთხრას: უფალო, აი მე მოვნახე ჩემ თავში ნაკლი, მე მოვნახე სიბნელე, მე მოვნახე ის, რაც მიშლის ხელს შენთან მოსვლაში და ძალიან გთხოვ შემეწიე და შემიწყალე, რადგანაც უფალი იესო ქრისტე ამბობს, რომ მე ჯვარზე ავედი თქვენთვის, თქვენი ცოდვებისათვის, იმისათვის, რომ მიგაგიძღვეთ წათაც სასუფევლისაკენ და ვინც იწამებს ამ სიტყვებს, რა თქმა უნდა, მას უფალი მიეხმარება და მიაცილებს მშვიდობის სათასასუფევლამდე და აჩუქებს ნეტარ ცხოვრებას. მაგრამ ვისაც არ ჭირდება გამომსყიდველი, თავისთავად ის უარყოფს კიდევაც ქრისტეს სიყვარულს უარყოფს, რადგანაც გამომსყიდველი სჭირდება იმ ადამიანს, ვინც აღიარებს თავის თავში, რომ ცოდვილია, დაცემულია, სუსტია და მას შეწევნა სჭირდება. ამიტომ სიყვარული არის ის, რასაც უფალი გეუბნება, ახალ მცნებას გაძლევთ თქვენო. ეს არის სიყვარებოდეთ ურთიერთას, გიყვარდეთ ერთმანეთი, თაცა თავისთვის იქ და გიყვარდეთ მტერდი თქვენი. ეს არის ყველაფერი. ამიტომ შეისწავლეთ, შევისწავლოთ, გავაცნობიეროთ რა არის ღვთაებრივი სიყვარული, რა არის მდგომარეობა ღვთაებრივი სიყვარულისა და აქედან გამომდინარე დავიწყოთ ამის სწავლა. ჯერ კიდევ არ არის გვიან, სანამ ადამიანს სიცოცხლე აქვს, სანამ ადამიანს გონება აქვს, სანამ ადამიანს შეუძლია რომ რაღაცა გააკეთოს, რაღაცა სიტყვა წარმოსთქვას, მანამდე გამოვიყენოთ ეს საშუალება. ძალიან ძნელი არის აი აგერ ახლახან გარდაიცვალა მეუფე სერაფიმე და ნამდვილად მწუხარებას გამოთქვა ამ ადამიანისადმი. არავინ არ იცის ბოლოს ვის როდის ხვდებით. მე მახსოვს ბოლოს როდესაც შევხვდით, მე ერთიანი სურათის გადავიღეთ და ის იყო ბოლო მეუფესთან შეხვედრის. ამიტომ არავინ არ იცის ხვალე ვის რა ელოდება. მეუფეს არ ფიქრობდა, მე მგონი რომ გარდაიცვლებოდა, ხო, იმიტომ რომ წინა პირობა არ უძღოდა არანაირი. ამიტომ ჩვენ ვხედავთ, რომ ადამიანი შეიძლება ისე უცბად გარდაიცვალოს, რომ ვერ მოასწროს, გინდათ თავისი გეგმები ღმერთის წინაშე, რომ ხვალ უფრო უკეთესი იქნება, ხვალ უფრო მეტად ეცდება, ხვალ მეტად გააიაზრებს საკუთარ ცოდვებს. ამიტომ ძალიან ცოდვაა ის ადამიანი, ვისაც ჯერ მოღვაწეობა არ დაუწყია, ვისაც სიყვარული არ დაუწყია, ვისაც ნამდვილი შრომა არ დაუწყია ღმერთის წინაშე. მეუფე ამდენი წლის მღვდელმთავარია და ეპისკოპოსია და აქედან გამომდინარე მას ძალიან ბევრი კეთილი საქმე ექნებოდა გაკეთებული, რომელიც ჩვენ ალბათ არ ვიცით და ღმერთი შეეწიოს იმ ქვეყანაზე და თუ რამე ქონდა მას ცოდვა, მე ხო არ ვიცი არაფერი და ამიტომ ჩვენი მოვალეობა არის რომ მით უმეტეს სასულიერო პირის რომ უთხრას რომ მეუფე ჩვენ გვიყვარხარ და ღმერთმა შეგინდოს თუ რამე დაგრჩა აქ ის გინდაც გაუკეთებელი საქმეები, რომელიც გინდოდა გაეკეთებინა, ღმერთმა მადლად გიქციოს ის შენი სურვილი იმ მადლისადმი, იმ სიკეთისადმი, რაც გინდოდა შეგაეკეთებინა და შეგინდოს ნამდვილად ცოდვები და გაცხოვნოს ღმერთმა თავის წიაღში დაგამკვიდროს და ჩვენ კიდე როგორღაც ალბათ ცოცხლები დარჩენილები შევძლებთ, რომ შენზე აქედან ვილოცოთ, რადგანაც სიყვარულს ძალიან დიდი ძალა აქვს. სიყვარულს არასოდეს არ ავიწყდება მეორე ადამიანი. გინდაც ერთხელ შეხვდე ადამიანს, ეს შთაბეჭდილება ძალიან დიდია, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა ადამიანი როგორია. თუ შენ გიყვარს ისეთი როგორიც არის. ან გეწყალება ადამიანი და ან კიდე ხარობ ადამიანის წარმატებით და მადლისმიერი მდგომარეობით. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ, წყალობა და მადლი მოგცეთ და გვაცხოვნოს, როცა უფალი ინებებს. ამინ.